გამარჯობეთ, მე გახლავართ ლელა და მინდა გესაუბროთ ჩემს გამოცდილებაზე ჰიპნოთერაპიის კურსთან დაკავშირებით. რამოდენიმე თვის წინ გავიარე ეს კურსი ბატონ თემო ნემსიწვერიძესთან. რა თქმა უნდა, ვიცოდი ჰიპნოთერაპიის შესახებ, მქონდა ინფორმაცია და მინდოდა ამ თერაპიის ჩატარება. თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ვერ მოახერხეს შესაბამისი სპეციალისტის ნახვა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ბატონი თემო, რომელსაც დავუკავშირდი. პირველი ორი შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის. პირველ შეხვედრაზე ამიხსნა თუ რა იყო ჰიპნოთერაპია, უფრო დეტალურად გამაცნო ამ თერაპიის ნიშნულობის შესახებ, რა განსხვავება იყო ჰიპნოთერაპიასა და ფსიქოთერაპიას შორის, რომელიც ასევე მქონდა არაერთხელ გავლილი. მოგვიანებით უკვე მეორე შეხვედრისას ვისაუბრეთ ჩემს პრობლემებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი პრობლემა არ იყო ერთი და ორი, ეს იყო რაღაც კომბინირებულად რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ადრეული პერიოდიდან იღებდა სათავეს, ესე რომ ვთქვათ, და რეალურად ეგ პრობლემები არ შემქმნია რაღაც 1 წლის წინ ან 2 წლის წინ. თუმცა იყო ახალგაზრდა, შედარებით ახალგაზრდა პრობლემებიც. და დავიგეგმეთ ამ ჩემი პრობლემების თერაპიის ეტაპებზე. თერაპია მიმდინარეობდა ონლაინ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამჯერად თერაპევტი იმყოფება საქართველოში და თუ იქნება დაინტერესება, შეგიძლიათ ოფლაინაც გაიაროთ, უკვე ადგილზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ონლაინაც ჩვეულებრივად ეფექტური იყო. რაც შეეხება თერაპიის პროცესს, მიმდინარეობდა ძალიან კარგად, კვირაში ერთხელ მქონდა თერაპია, ზოგჯერ შეიძლება 2 საათი, 2 საათნახევარი გაგრძელებული იყო ეს თერაპია. თერაპიის პროცესში სრულიად ვიყავი მოდუნებული, არა ძილის მდგომარეობა, ეს არ არის ძილის მდგომარეობა, ეს არის მთლიანად შენი სხეული არის მოდუნებული და მაქსიმალურად კონცენტრირებული არის გონება, რომლისგანაც ვფიქრობ იმართება ყველა ემოციური მდგომარეობა. თერაპიას გავდიოდი დაახლოებით 2 თვის ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, რომ ზოგი ჩემი პრობლემა მოითხოვდა მეტ ჩაძიებას. თერაპიის დასრულებიდან გასული არის დაახლოებით 2-3 თვე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ შედეგზე ვარ, იმიტომ რომ როდესაც თერაპიას გავდიოდი, რეალურად მაშინ მქონდა ძალიან პასიური ცხოვრების ეტაპი, ანუ არ იყო რაღაცა აქტიურად დატვირთული ჩემი ცხოვრება და შესაბამისად ვერ ვიტყოდი ეფექტური იყო თუ არა ის პროცესები, თუმცა უკვე გასული არის დაახლოებით 3 თვე და ის რიგი პრობლემები, რაც მქონდა, ეს იყო ფსიქოემოციური დაძაბულობა, გადაღლილობა, სტრესი, ასევე მავნეჩვევა, მაგალითად ჩემს შემთხვევაში ყვება იყო ესეთი. გარკვეული ტიპის ფსიქოლოგიური ტრავმები, რომლებიც ადრეული ასაკიდან იღებდა საფუძველს, ეგ ყველაფერი შემიძლია გითხრათ, რომ 2 თვე-ნახევარში თერაპიის შედეგად სრულიად დამილაგდა, მომიწესრიგდა ემოციური მდგომარეობა, მთლიანად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შეცვლილი ვარ ემოციურად და ფსიქოლოგიურად, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ რეალურად ეს შედეგი მინდოდა. ხშირი იყო, რომ მივდიოდი ექიმთან, ვიტარებდი გარკვეული ტიპის გამოკვლევებს, ის ვიტამინები ხომ არ მაკლია რაღაც და იყო ხოლმე შემთხვევა, რომ ანალიზებში არაფერი პრობლემა არ იყო. რეალურად ეგ ყველაფერი მოდიოდა გონებიდან, რომელსაც ალბათ არასწორად მართავდი. თერაპიის შემდეგ კიდევ ეს პროცესები ძალიან შეიცვალა ჩემში და მინდა გითხრათ, რომ ეხლა ყველაზე კარგად ვარ ემოციურად და ფსიქოლოგიურად, თუ როდესაც მყოფილ ვარ. ზოგადად მსგავსი ტიპის მიმართვებით და რეკომენდაციებით არ გამოვირჩევი, მაგრამ იმდენად ეფექტური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ სხვა ადამიანებსაც ვურჩიე და ასევე თუ მომავალში კიდევ ვინმეს ექნება ამის მიმართ დაინტერესება, ჩემი დიდი რეკომენდაცია მინდა გავქონდეს ბატონ თემო ნემსიწვერიძეს. იქედან გამომდინარე, რომ რეალურად ძალიან სწორად და კარგად იცის თავის პროფესია და ასევე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ის, რომ აქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება ყველა ადამიანის პრობლემისადმი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა თქმა უნდა, ბევრჯერ მქონია
ფსიქოთერაპიული სერვისები მიმიღია, თუმცა არ იყო ეგ ეფექტური, იმიტომ რომ იყო ძირითადად ხანმოკლე ვადით და მე იგივენაირად მიმეორდებოდა ეგ პრობლემები. განსხვავებით ეხლა ჰიპნოთერაპიისა ეგ პრობლემები ესე რომ ვთქვათ მაგის საფუძველს ძირს მივაგენით და იქედან დავიწყე პრობლემების მოგვარება და ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვი რომ რაღაც ის პრობლემები რომლებიც მაშინ თერაპიის წინ მქონდა ჩვენ ჩამონათვალი გაკეთებული რაზეც გვინდოდა რომ გვემუშავა ეხლა მანდიდან რომელიმე მაწუხებს. კარგი ის არის ამ თერაპიის დროს რომ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური თერაპიებიც არის და მეთოდებიც, ანუ კომბინირებულად მიმდინარეობს, მაგრამ განსხვავება მაინც ის არის, რომ არის დროში, ბევრად სწრაფი და ეფექტური შედეგზე. ამიტომ ჩემი სრული რეკომენდაცია ჰიპნოთერაპიას, რაც საკმაოდ ახალია და ზოგადად რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულებები იყო ხოლმე, როცა ვკითხულობდი ამ თერაპიის შესახებ, რომ რაღაცა ეთიკოს საშიშია, ან რაღაც არაფერი პირიქით, ანუ ბევრად კარგი და ეფექტური არის, ვიდრე ფსიქოთერაპია, სტანდარტული ფსიქოთერაპია, რომელიც არაერთი მქონია ამ ეტაპამდე და მოკლედ თუ დაინტერესდებით, გაქვთ ინტერესი და გაქვთ სურვილი რომ შეცვალოთ რაღაც მდგომარეობა თქვენში, რომელიც არ მოგწონთ, არსებობს ესეთი ადამიანი, ესეთი სპეციალისტი და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თავადაც, სადღაც პირველი ორი გასაუბრებისას უკვე მივხვდებით არის თუ არა ეს თერაპია თქვენი. დიდი მადლობა.